ლიკა, რაღაც საოცრებას გვიმზადებს, ლიკა თაკოს დიდი კითხვის ნიშნები ქონდა. ეს რა არის დაყურებდა თავზე ვერაფრით ვერ მიხვდა. ხოდა მე მეგონა რომ ცხელმაშია დასახლისები მიხვდებიან კარგად. რა ინგრედიენტებს მოუყარათ უთხრათ ახლა ჩვენს ტელემაყურებელს ვინც ახლა შემოგვიერთს და რას ვამზადებთ მთელი ამ დროის განმავლობაში და რას ვაგრძელებთ და როგორ ვაგრძელებთ. კი ბატონო, რას ვამზადებთ ჩემო ზურა და თაკო და ვამზადებთ ფლავს, ეგრეთ წოდებულს, რომელშიც ვიყენებთ კინოას, შეგვიძლია ბრინჯი გამოვიყენოთ, ბულგური, მოკლედ ნებისმიერი ბურღული, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. მოვშუშეთ ჯერ ხახვი ნიორთან ერთად, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთში და ტრადიციულად ვიყენებთ ფარკიონე ზეითუნის ზეთს. ასევე დავამატეთ შემდეგ დაჭრილი ბეკონი და ჩვენ გვაქვს სტუდიაში ესეთი ძალიან კარგი ფერარინის იტალიური, ესე ვთქვათ, შპეკი, რომელიც არის აი პრინციპში ხორცია რა და ძალიან ცოტა ცხიმი აქვს. შემდეგ ეს ყველაფერი რომ მოითუშა, დავამატეთ გარეცხილი კინოა და დავამატეთ გარჩეული წაბლი. წაბლი არის აი ამ მოყავისფრო ფერს რო სცენს ამ მასას. დავამატეთ მერე ბულიონი და ამ ბულიონში ახლა ეს მასა, როდესაც თითქმის ბოლომდე მოიხარშება და ამოშრება, უნდა გადავიტანოთ სად თუ არა ჩვენს გოგრაში, რომელიც ღუმელში წინასწარ უკვე გამოვარცხვეთ. ასეთი არაფერი არ გამისინჯავს, ლიკა, ისე მაინტერესებს რა გამოვა საბოლოოდ. ვაიმე, შემოდგომას და გრილ საღამოებს უხდება. ახ როგორი პომპეზური და იქნება ამაში მოთავსებული. ნახე რა ვამეს. ასევე რა თქმა უნდა, ხო, მობრატკულია და შემდეგ ამაში რომ მოვათავსებთ, უკვე ერთიანად კიდე ცოტა ხანი გავაჩერებთ ღუმელში. ასევე შეგვიძლია შტოში დავამატოთ, აი რაღაც ესეთი, რაც რა გემოებით მოგწონს ამ შემოდგომაზე. კი ბატონო. და აქ რა თქმა უნდა, ჩვენს აეროგრილში უკვე გამოცხვა საკმაოდ დიდი რაოდენობის წაბლი. კარგად არის შეპიწყინებული, შეხედა აჩვენე, კარგად აჩვენე რა მაყურებელსაც. თან რა მარტივი იქნება მისი მირთმევა, ლიკუნა. ხო. ცხელია თუ შემიძლია ერთი ცალი ავიღო. ძალიან ცხელია და გაგრილება მოუხდება ცოტა ხანი. არ გავრისკო. მოდი გადავიტან და გადაიტანე. ცოტა შევდოთ მაცივარს. აი გადავიტან და და ერთი სული მაქვს და მე დავაგემოვნოთ. ახლა მე მოვკიდებ ხელს და შევაბრძანებ ჩვენს მაცივარში. და სხვათა შორის მით უმეტეს აქვე უნდა აღინიშნოს ერთი წამით. ადრიალდი ზურა. მიდიას მაცივართან მოვედი და 1-2 სიტყვა ხომ უნდა ვთქვა. აუცილებლად მიესალმე. მოკლედ მიდიას ორკამერიანი მაცივარი, განიერი და ტევადი მოდელი, რომელიც აერთიანებს დახვეწილ დიზაინს და დიდ მოცულობის შიდა სივრცეს. მაცივარი აღჭურვილია Active-C Fresh ტექნოლოგიით, რომელიც მრავალშრიანი აქტიური ნახშირის ფილტრის საშუალებით უზრუნველყოფს ჰაერის სისუფთავეს, ამცირებს არასასურველ სულს და ხელს უწყობს საკვების ხანგრძლივად შენახვას. მეტი რა გვინდა ჩვენ და რა უნდა ჩვენს დაბრაწკუნებულ წაბლს. მეტი არაფერი, მაგრამ მეცაც გეტყვის ზურა, რომ დიდი ტევადობის წყალობით ეს მოდელი კარგი არჩევანია ოჯახებისთვის, ვინც კომფორტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეძებს ერთ მოწყობილობაში. მე მაინც ვერ მოვიწმინე. და პირდაპირ ეთერის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხან გააცხელო, ხან გააციო და ეს ყველაფერი უცებ-უცებ გააკეთო და ამიტომ მიწილადე ძალიან მეხმარება, რა თქმა უნდა, ტექნიკა სამზარეულოში. ძალიან არ გაგვიცივდეს ოღონდ. ჩვენი ფლავი იმისთვის რომ გამოვიდეს ძალიან არ ჩააციო გემრიელი და თან ჯანსაღი, მე ვიყენებ ესეთ კინოას, რომელიც არის რა კარგიასი, გუდვილის ბრენდი არის. რა კარგია და მინდა რომ კიდევ ერთხელ კარგად მოგიყვეთ, რომ ეს ბრენდი გვთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს, როგორც კონსერვირებული პროდუქტების, ასევე კომპოტებს, ჩირეულს და თხილეულს. რა კარგიას აქვს ბრინჯის ხაზის მრავალფეროვანი არჩევანი, აგერ ჩვენს დახზეც არის წარმოდგენილი, ჩიას მარცვლები, წითელი და თეთრი და წითელი, შავი და თეთრი კინოა, ასე რომ აქვე არის ეს ყველაფერი, უბრალოდ შავი კინოა რო გამომეყენებინა დღეს, წაბლის ფერს დავკარგავდით და შესაბამისად. აი ესე იგი, ისეთი აღჭურვილი ვართ ყველაფრით, ლიკ არ უნდა გავუშვათ აქედან და არც ჩვენ არ წავიდეთ დღის ბოლომდე შეგვიძლია ვიყო. ყველაფერს სასმელიც სჭირდება, ხო? მაყურებელს აუცილებლად უნდა შევახსენო, რომ ჩვენი მეგობარი და კულინარიული რუბრიკის სპონსორი მინერალური წყალი ბორჯომია, მით უმეტეს სავიზიტო ბარათია შეიძლება ითქვას ის, გახსენი, ისიამოვნე და შეიგრძენი სიმსუბუქე, ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილი.
ნამდვილად თაკო დაგეთანხმები, რომ სავიზიტო ბარათია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნამდვილად. აი ამასობაში ნახე ეს ყველაფერი ხა გადავიტანე და გავაგრძელებ გამოცხობას უკვე ღუმელში. კიდევ უნდა გამოვიდეთ. ხანი რომ ეს ერთმანეთში ეს გემოები გაუჯდეს. აი რაღაც გაგვიხარდება მე და შენ მე ამასაც მოუწევს მედიას მაცივარში შეგრძანება, იმიტომ რომ აქ ხალხი ვერ დაველოდებით. ვერ დაველოდებით. ნამდვილად.